ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების საწინააღმდეგო და ისლამური რეჟიმის ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად, როგორც ჩანს, პირველი დაკავებული მომიტინგე ეფრან სოლტანი, რომელიც სიკვდილით დასჯაც 13 იანვარს იყო დაგეგმილი, ამ დღეს სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაცია სოციალურ პლატფორმა X-ზე რამდენიმე წყარო ავრცელებს, თუმცა ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. გავრცელებული ცნობებით, ერფან სოლთანს ოჯახთან შეხვედრის უფლება არ მისცეს, რის გამოც ოჯახი ვარაუდობს, რომ ირანის რეჟიმმა 26 წლის ახალგაზრდა მოკლა. 15 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით ირანის სასამართლო ამბობდა, რომ დაკავებული დემონსტრანტის 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა საერთოდ არ იგეგმებოდა. ამავე თემაზე მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმაც ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანების ჩამოხრჩობას არ გეგმავდნენ. ირანის უსაფრთხოების ძალებმა ანტისამთავრობო აქციაზე ორსული ქალი, შოლეჰ სოტუდეჰი მოკლეს. შემთხვევა 2026 წლის 10 იანვრის საღამოს მოხდა. ახალგაზრდა ქალს სამთავრობო ძალებმა ჩაფში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქუჩაში ესროლეს. ინფორმაციას ირანში მომუშავე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ის ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა იყო. გუშინ ღამით კი ჩვენს წინააღმდეგ 200-ზე მეტი დრონი გაისროლეს. სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ხელმინსკის და ოდესის რეგიონები თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ. უსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში 1300-ზე მეტი დრონი, 1050-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ უკრაინას კვლავ სჭირდება მეტი დაცვა. უპირველეს ყოვლისა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. თუ რუსეთი აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს. მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე. წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის პლატფორმა X-ზე.